ამბობს აი ეს შემიქმნეთ და დანარჩენს მე გავაკეთებ, იქნება ეს მინიმუმი შეუქმნათ რაღაცნაირად. გამგეობა მიზრუნა მისთვის რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო ფეხბურთელების, მაყურებლების, ზოგადად სპორტის მოვალეთა საზოგადოების თხოვნა ფეხბურთის დახმარების შესახებ, რაც გამოიხატებოდა ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარჯების დაფარვის შეეხებოდა მოკლედ ამ საკითხს. ჩვენ ვიზრუნეთ ამ თემაზე და გადაწყდა რომ მომავალ წელში ეს თანხები, რაც იყო დაახლოებით 300,000 ლარის ფარგლებში მოთხოვნილი, დაკმაყოფილებული იქნება და ფეხბურთის ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნება. მინდა მოგახსენოთ, რომ მიღებული იქნა ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვიცი მე პრეცედენტი რამდენად არსებობს სახელმწიფოსა და კერძო საფეხბურთო კლუბის ამ შემთხვევაში ესეთი ნაყოფიერი პროდუქტიული და შედეგიანი თანამშრომლობის. მინდა გითხრათ, რომ აქ საუბარია კიდევ ერთხელ გავიმეორო მიზერზე, საუბარია მხოლოდ იმაზე, იმ თანხაზე, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯებს უნდა მოხმარდეს. კლუბის შენახვა საკმაოდ სერიოზული თანხებია და გაცილებით მეტი თანხებია, თუმცა აქ თავარი იყო ეს თანადგომის ფორმა, ეს თანადგომის ფორმა გამოინახა. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ პრობლემები არ დარჩა, გნებავთ ლოკალურ და გნებავთ გლობალურ დონეზე, საკმაოდ ბევრი საკითხია კიდევ გადასაწყვეტი, მაგრამ უზომოდ გახარებულები ვართ იმით, რაც გაჟღერდა დღეს და მინდა გამოთქვა იმედი, რომ როგორც მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონი ამ ეტაპზე კერძო ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, ადამიანის გარეშე, რომელიც დღიდან დაფუძნებისა კლუბს პატრონობდა, აი დღევანდელი შეცვლილი რეალიების გათვალისწინებით მე დიდი იმედი მაქვს და ასევე ყველა გულშემატკივარ ვარ ჩვენი კლუბისა, რომ ინვესტორის ისევ დაინტერესება და დაბრუნება მოხერხდება აი ამ ახალ. ბატონ ილიაზია სამყარო. გასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება მაყურებელი. უპირველეს ყოვლისა მინდა ზესტაფონის გამგეობას და კონკრეტულად გამგებელს ბატონ დარიელ თუთარაშვილს გადაუხადო უღმესი მადლობა თითოეული ზესტაფონელის სახელით და ზესტაფონის თითოეული გულშემატკივრის სახელით. ეს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ეტაპობრივად გამოყოფას თანხების გუნდის ინფრასტრუქტურის შენახვისთვის, არის უმნიშვნელოვანესი, მეტიც მე ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენგანი მიუხედავად უამრავი პრობლემისა საახალწლოდ ნამდვილად ვერ ინატრებდა უკეთეს საჩუქარს და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთი მოზრდილი ფუნდამენტი გნებავთ ქვა ჩადებული იმ საძირკველში, რომელზეც უნდა დაშენდეს გუნდის მომავალი წარმატება. რაც შეეხება თვითონ იმას, რომ დღეს ბატონი ილია არ არის გუნდთან ერთად სამწუხაროდ და მან მიიღო ცოტა ხნის წინ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენ ყველა შესაძლებელი გზებით თუ არხებით მას შემდეგ რაც ეს მოხდა, მას მოუწოდებთ და ვთხოვთ, რომ დაბრუნდეს გუნდში და ისევ გააგრძელოს იმ დიდი ქართული საქმის კეთება, რასაც ის დიდი ხანია უკვე აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად ამას გაითვალისწინებს და გააგრძელებს ყოველივე იმის გაკეთებას და სრულყოფას, რაც მან ამდენი წლების განმავლობაში აკეთა და წარმატებას ერთად ვნახავთ ჩვენ ზესტაფონის მე ამაშიც ალბათ ვარ დარწმუნებული. არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ახალწლებისათვის ჩვენთვის და ჩვენი ფანკლუბისათვის და საერთოდ ზესტაფონელებისათვის, ზესტაფონელი მაყურებლისათვის, რომ გადაწყდა, რომ ჩვენი გუნდი იარსებებს და იქნება და მე მინდა რომ ჩვენს გამგეობას ძალიან დიდი მადლობა უთხრა პირადად დარიელ თუთარაშვილს, რომ ესეთი ღირსეულად, ასე ვთქვათ, გამოვიდა ამ სიტუაციიდან და როგორც იქნა ეს მოლაპარაკება დამთავრდა და დასრულდა ჩვენი გუნდის სასიკეთოდ და ჩვენი ქალაქისათვის სასიკეთოდ. ფანკლუბის აღტაცებას საზღვარი არ აქვს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება აზნაურადის მრავალი წელი.